ტურის ბოლო მატჩი მეგობრებო, საქართველო-ნიდერლანდები. საქართველო მაინც არის მერვედ ფინალში, ამიტომ სრული შემადგენლობით არა ვართ ქართველები. ეს თამაში როცა წააგოს ნიდერლანდებთან, მაინც მერვედ ფინალში გავდივართ ყველა ვარიანტში. აქ უკვე კვერნაძე შეტევაშია დარტყმა, აქ ბევრი დებიუტანტი გვეყოლება. დავნახოთ ვის შევეჯიბრებით. მოდის ნიდერლანდებია შეტევაზე, მარა ჩაუშალეთ ნიდერლანდებს შეტევა. კიდე მოდის, სახიფათოა ეს, არაა სახიფათო, რადგან თამაშგარეა. და ძალიან ბევრი დებიუტანტი ყავს, კაშია, კაშია რა დებიუტანტი. სიგუა ყავს და ტაბიძე დებიუტანტები. კიდე ხარებაშვილი, არა ყავს ძირითადად მამაგეიშვილი, გიზო აზაროვი, აზაროვი იყო უკვე, ხვადაგიანი, რომელიც არ ყავს ჯერ, აბურჯანიაც არა დებიუტანტი, უბრალოდ არ თამაშობს ძირითადში და კიდე არ დებიუტანტი, კვერნაძე ხო? და მალე ახალი დებიუტანტი გვეყოლება და აქ ჯარიმა არის ნიდერლანდების და რას ვიცახდი ხო, მალე ახალი დებიუტანტი გვეყოლება, რომლის სახელიც აქ მამარდაშვილმა რა მაგრა ითამაშა, რომელიც იქნება 19 ორი ფეხბურთელს დავიმატებ საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელებიდან, შემტევი დაცვა ნახევარ-დაცვიდან არ ვიცი ვინ დავიმატო, მაგრამ სამაგიეროდ მეორის მეკარეს დავიყენებ მათე საურს, რომელიც 19 წლამდე მეკარეებში არის. ან თუ გინდათ ლუკა ხარატიშვილს დავიმატებ 21 წლამდელებში რო არის, ან იმას რა ერქვა, ან ფუტკარაძეც შემიძლია დავიმატო. ფუტკარაძე ოღონ ნაკრებში არც ერთში არა, კლუბშია, მარტო მე მგონი ქუთაისის ტორპედოში იყო და ესა. მოკლედ თქვენ დამიწერეთ კომენტარებში ერთი მეკარე ვინ დავიმატო და მეორე კიდე შემტევი ან ნახევარმცველი, ანუ გარეთ მოთამაშე ვინ დავიმატო და ვინც დამიწერთ ვინ დავიმატო, იმის სურვილით დავიმატებ. თუ ერთმა დამიწერა, იმ ერთის სურვილს გავითვალისწინებ, თუ ბევრმა, რომელიც უფრო მომეწონება. აქ ჯარიმა არის, ეს ჩასრიალება საერთოდ რა საჭირო იყო, არ ვიცოდი. და ჩვენიანიც კი აქცია აქა, ნიდერლანდების შეტევა, უნდა მოიგერიოთ და კიდე ჯარიმა არის. ნიდერლანდებს კიდევ ერთი ჯარიმა აქვთ აქ მოსაწოდებელი. და ქართველებო კიდე იმას გილოცავთ, რომ გუშინ კვარამ დუბლი შეასრულა ჩელსისთან და 5-2 მოუგო, მე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მსოფლიო საკლუბოზე 12 იყო 11 ივლისი ხომ წააგო ისა ჩელსისთან PSG-მ 3-0 და ეხლა შური რო იცია, ძალიან გამიხარდა. ჩელსის ფანებს არ გეწყინოთ, მე პარიზის ფანი რო ვარ, უბრალოდ მაგიტო მომეწონა. კიდევ რეალ მადრიდმა არ ყავდათ როდრიგო, არ ყავდათ მბაპე, ალაბა, ბევრი ვინმე არ ყავდათ, სათადარიგო და სკამებიდან იყო ყველა, თითქმის ყველა უფრო სწორად აქ შეცდომა და გოლი გაგვიტანეს. ხო და მანამდე ვილაპარაკებ, რომ გუშინ არასრული შემადგენლობით რეალ მადრიდმა მანჩესტერ სიტის 3-1 დაამარცხა ფედერიკო ვალვერდეს ჰეტ-ტრიკით და რა ვიცი, მაგარია მადრიდი. ასევე ბოდო გლიმტიც ძალიან მაგარია, სპორტინგი რო დაამარცხა 3-0 და ზღაპარი, ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება მათთვის.
ლევერკუზენსაც ყოჩახ რომ გაუძლო. აქ მამარდამ იყო ჩახა იმას რო გაუძლო, ბაიერ ლევერკუზენმა არსენალს ყოჩახ 1-1 დამთავრდა. კაი კუთხურის გოლი გაიტანა და აი ეს შეხვედრები იყო გუშინ, რაც შეეხება გუშინდენ ნიუკასტლმა კარგად გაუწია წინააღმდეგობა ბარსელონას, აქ ჯარიმა არის და გაკპომ ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დამამწუხრებელი გოლი და აქ ვაგებთ სამწუხაროდ და ხო ნიუკასტლი ძალიან ძლიერად დაუდგა ბარსას და არ დაამარცხებინა თავი და ეს კიდე რომელი თამაშები იყო, ხო რავი ატლეტიკოს საღოლ ტოტენჰამ ჰოტსპურს 5-2 მოუგო, ბაიერნი ხო საერთოდ მაოცებს 6-1 ატალანტა იუნაიტედთან და აქ კვარაცხელია და ეგენი შემოვიდნენ. არ ჯერა შემოსვლან შეცვლები მიმდინარეობს და მოკლედ რა ძალიან სძლდა გალათასარაისაც საღოლ რო 1-0 მოუგო ლივერპულს მამარდაშვილი კი იდგა კარში და მე მეწყინა, მაგრამ ბოლოს მაინც გალათასარაიში და მამარდამ კაი ბურთები აიღო. აი ასე განვიხილეთ და თქვენი აზრით დამიწერეთ ვინ გავა მეოთხედ ფინალში თქვენი აზრით. აი მეორე თამაში აქ ნიდერლანდების შეტევა და გადაურჩით. აი აქ უკვე კამბექი უნდა დავუდოთ ნიდერლანდებს, სხვა გზა არ გვაქვს. მაგრამ პლეიოფში მაინც გავდივართ, მაგრამ ახლა 9 ქულათი კაი იქნებოდა პლეიოფი. მაგრამ ნიდერლანდები ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მეოთხე ადგილზეა, რადგან ინგლისი იქ გერმანიასთან იგებს და ინგლისი ამოვიდა მესამე ადგილზე და ნიდერლანდები მეოთხეზე ჩავიდა და აი მაგის გამო ანუ ეგ წეხან იყო სანამ გაგვიტანდნენ და ეხლა რო გაგვიტანეს 2-0 ეხლა და ამ წამს კიდე 1-1 ანგარიში და იქ და უკვე ნიდერლანდებიც კანუ გასავარდ ზონაში იყო ერთა ლიგის და ასე უმარტივესად ასე ძალიან უმარტივესად მოახერხეს ჩვენთან ადგილის შენარჩუნება საქართველოსთან და პირველი მარცხი საქართველოს ჩემ არხზე, რაც აქამდე ვითამაშია და გულდასაწყვეტია, მაგრამ მაინც პლეიოფში ვართ და აი ახლა გავიგებთ ვის შევეჯიბრებით და გერმანიას ყოჩახ, ინგლისი კი ვარდება ტურნირიდან კი არა ამ ჯგუფებიდან დაემევიდა და საკვალიფიკაციოზე რჩება. აქ საქართველო უელსს შეეჯიბრება, საბერძნეთი ბოსნია-ჰერცეგოვინას, დანია გერმანიას, შვეიცარია ბელგიას, პოლონეთი აუსტრიას, იტალია სერბეთს, ესპანეთი უკრაინას, კვიპროსი კიდე ნიდერლანდებს მარტივი შეხვდა.